2 ადამი ანდრია მარჯვენა მცველი ნომერი 3 ბალაბანოვი თომა ცენტრალური ნახევარმცველი ნომერი 10 ფეიქრიშვილი ლუკა ცენტრალური ნახევარმცველი ნომერი 88 მეიშვილი ჯეკო ნახევარმცველი ნომერი 25 ბრიაძე დემეტრე მარცხენა შემტევი ნომერი 50 ბანძელაძე საბა მარჯვენა შემტევი და მეკარე 98 კალანდაძე გიორგი გუნდის მთავარი მწვრთნელი დიანა დირაძე მწვრთნელები ნიკა ძანძავა და რატი ფაფაკერაიშვილი კი ბატონო დიღომი თბილისი რა თქმა უნდა სასტარტო შემადგენლობა მეკარე უგრეხელიძე ამირანი შემდეგ დილაური ლუგო ცენტრალური მცველი გიოჯგერენაია მარჯვენა მცველი გაბრიელ სუთიაშვილი მარცხენა მცველი ილია ფუტკარაია შუა ნახევარმცველი ლაზარე ცერცვაძე მარცხენა ნახევარმცველი დავით ჯანიაშვილი მარჯვენა ნახევარმცველი ანდრია მელიქიძე თავდამსხმელი ატა გოგიშვილი ასევე თავდამსხმელი სათადარიგოს შემადგენლობა შემდეგნაირია მეკარე საბა სამნიძე მარჯვენა მცველი მათე ლასურაშვილი დავით ხუციშვილი მარცხენა მცველი მათე ბჟალავა შუა ნახევარმცველი ნიკოლო ცინცაძე ცენტრალური ნახევარმცველი ლაზარე მელქაძე სოხოსიტაშვილი მარცხენა ნახევარმცველი მარჯვენა ნახევარმცველი და დავით შოშიტაშვილი მარცხენა ნახევარმცველი გამოკვეთილი თავდამსხმელი ლაზარე მელაშვილი კი ბატონო აი როგორც ხედავთ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო შეხვედრა და ბურთთან გახლავართ ინტერის ფეხბურთელები კი ბატონო აი ხედავთ თქვენ ახლა ბურთმა დატოვა მოიცამაში შეიტანენ ინტერის მეტოქე გუნდი თბილისის დიღომი კი ბატონო აი თქვენ ხედავთ დიღომის ფეხბურთელებს წინ ძლიერად გადაგზავნეს ბურთი დიღომის მოთამაშეებმა აი მოედნის ცენტრი ყვითლები დაეუფნენ ბურთს ინტერის ფეხბურთელები შეტევაზე არიან ახლა იქით აფთაზე კარგი ცრუ მოძრაობები შეიძლება დარტყმა და დაიბლოკა ეს დარტყმა ისევ შეტევის მეორე ფაზა აი იქით კარგად იკებდნენ თბილისელები თუმცა აი ორივე თბილისელები არიან რა თქმა უნდა თბილისის ინტერი ყვითელ ფორმაში თამაშობს და წითელ მაისურებში გახლავენ დიღომის ფეხბურთელები იახ განაახლეს თამაში დიღომის ფეხბურთელებმა მოედნის ცენტრი აი თქვენდა კონსტიტუცია და ჯარიმა იახ აი როგორც ხედავ საერთოდ დააჯარიმა ინტერის ფეხბურთელი თავარი მსაჯი გეტყვით რომ ლევან შავიშვილი კი ბატონო აი სტანდარტი პირველი სტანდარტი შეხვედრაში მოედნის ცენტრია გეტყვით კი ბატონო აი ხედავ თქვენს ეკრანებზე მოკლე გამორდენი დარტყმა კარის მიმართულებით და წინვალედ ახლა ითამაშა ინტერის გუნდის კაპიტანმა მეორე მოძრაობის ცდილობდა ბურთის დაუფლებას თუმცა ბურთმა დატოვა პირითი ხაზი დიახ ანდრია მძინარაშვილი გუნდის კაპიტანი კარგი იყო ამ ეპიზოდში მოედნის ცენტრი კი ბატონო აი ისევ თბილისელები ბურთთან აი ისინი გახლავან ზუსტად რომ ბურთთან კი ბატონო მოედნის შუა დაუქმენ წითლები ბურთს აი კარგი ცრუ მოძრაობი ჩამოიშორა ახლა ერთი მეორე თუმცა ინტერი კარგია შეტევაზე კი ბატონო გრძელდება შეხვედრა თქვენს ეკრანებზე 0-0 ტეტელაევის YouTube არხზე მარცხენა მაღალ კუთხეში ნულები აუტიდან ბურთი შეიტანეს ინტერის ფეხბურთელებმა კარგად თამაშობენ დაცვაში დიღომის ფეხბურთელები თუმცა უმალ დაეუფნენ ბურთს ინტერის ფეხბურთელები აი ისევ თავიანთ ნახევარზე აგურავებენ ბურთს დიღომის ფეხბურთელები თუმცა იქ კარგია რა თქმა უნდა ინტერი კი ბატონო აი ერთი ფეხბურთელი გამოიწვია დიღომის ფეხბურთელმა თუმცა ისევ ინტერი დიახ აწვება ინტერი კარგად მე-9 ნომერი ახლა შორივანდულებს წინვალე თუმცა კიპერი ამირან უგრეხელიძე წინვალე იყო ამ ეპიზოდში ოჩა კუთხური ხელაძე ანდრია ცენტრალური ნახევარმცველი და ახლა რამდენიმე ამის წინ აი დაარტყა მეტოქის კარში და კუთხური შედეგად ჩაწოდება მაღალი
საფათო ეპიზოდი, თუმცა დაეუფლა ბურთყნარად თვითონ ამირან უგრეხელიძე. კი ბატონო. აი, უკვე. აქეთ ხუთი, აი, ჩვენთან ახლოს. მაღალ პრესინგს ეთამაშება ახლა თბილისის ინტერი, როგორც ხედავთ. დიახ. შემართებით გამოვიდა ინტერი მოედანზე და აი ბრძოლა ახლა იბრძიან ყვითელ ფორმაში გამოწყობილი ფეხბურთელები ჩვენურად თუმცა აკარგეს. კი ბატონო, აი ბურთისთვის ბრძოლა, ბურთი დარჩა ყვითელ ფორმაში გამოწყობილი ფეხბურთელები, თუმცა დაცვაში შესანიშნავია ინტერის ფეხბურთელი და ბურთი გადაარღვევს. აუტზე გვერდითი ხაზი გადაკვეთა ბურთმა და აუტიდან ბურთს შეიტანენ წითელ ფორმაში გამოწყობილი ფეხბურთელები. კი ბატონო, აი ხედავთ თქვენს ეკრანებზე. დიახ, აღსანიშნავია, რომ მარაკანაზე დღეს დაიწყო აი მშვიდობის თასი და დიდი ინტერესი გამოიწვია ამ ტურნირმა. ხის განმავლობაში მთელი დღეა მიმდინარეობს შეხვედრები და მაყურებელი არაკლია. შეხვედრებს რაც ძალიან მისასალმებელია. დიახ, ტრადიციული ტურნირია, როგორც იცით თქვენ, გაქვთ ინფორმაცია ეტელაევის YouTube არხიდან და აი იმართება ეს ტურნირი ყოველ წელიწადს და უფრო და უფრო საინტერესო და დრამატულია. კი ბატონო, დაუბრუნდეთ მთლიანად ჩავერთოთ შეხვედრაში მოედნის ცენტრი. აი ინტერი ბურთთან. კარგი გადმოტანა ბურთის აქეთ, თუმცა არ გავიდა ეს გადაცემა მოედნის შუა. აი ხედავთ თქვენს ეკრანებზე წითელ ფორმაში გამოწყობილი ფეხბურთელები. იქით მარჯვენა ფრთაზე აი დაიბლოკა ეს დარტყმა ყოჩახ დაცვაში ინტერი ბრწყინვალეა. დიახ, კუთხური მარჯვენა ფრთიდან სტანდარტი. კი ბატონო, აი ბურთთან გახლავთ პატარა ბიჭუნა, აი დიახ, დაუშვოთ თანაგუნდელი ბურთი და კუთხურ ჩააწვდიან თბილისის დიღომის ფეხბურთელები. კი ბატონო. აი ემზადება ფეხბურთელი. ჩაწოდება მაღალი და არაფერი მოყოლია ამ კუთხურს. ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი, აი გადაკვეთა ბურთმა. როგორც მოგახსენებთ, მოედნის გვერდითი ხაზი და აუტიდან შედეგად შეიტანენ ინტერის ფეხბურთელები შეიტანეს. წინ გადაცემა ზუსტი გამოსცა ეს გადაცემა ნომერი 33 დაეუფლა ბურთშენივრად. კაკალაშვილი თორნიკე მარცხენა ძველი ბურთმა ამჯერადაც დატოვა მოედნის ფარგლები. ისევ აუდი, აქ ჩვენთან ახლოს ხუთი გადავიდა აუტზე. აი 33 ნომერი. არა, დაუშვი. აი თანაგუნდა ჩააწოდეს ხუთი აუტიდან ენუფიძე გიოხი. მოკლე გადაცემა, თუმცა არაზუსტი და ბურთთან უკვე ითვლები. დაკარგეს ბურთი უმალ დიღომის ფეხბურთელებმა. აი პირველ ბურთზე კარგად თამაშობენ ინტერის ფეხბურთელები. აი ხედავთ ორ ნომერს ჩვენივრად ფლობდა ბურთს და ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები. ხელაძე ანდრია იყო იმ ეპიზოდში თქვენს ეკრანებზე დარტყმა კარიდან უგრეხელიძე ამირანი ბურთთან. კი ბატონო, წინ ძლიერად გადაგზავნა ბურთი მოედნის ცენტრში, ზუსტი გადაცემა და უბრალოდ აუტზე გადააგდეს ბურთი ახლა. ინტერის ფეხბურთელებმა აუტიდან გააქცია. დიღომის ფეხბურთელები ჩავარდნენ. უთრა ის რომ ამჯერად კუთხური მორი სტანდარტ მარჯვენიდან ჩააწვდიან დიღომის ფეხბურთელები. კი ბატონო, აი გაათამაშეს ბურთი. მოკლე გადაცემები ჩააგდო. მეტოქის საჯარიმოში ბურთი ახლა დიღომის ფეხბურთელმა, თუმცა დაცვა გაუვალია ინტერის. კი ბატონო, ნომერი 3 ბალაბანოვი თომა ცენტრალური მცველი ბრწყინვალე იყო ამ ეპიზოდში. კუთხური ჩაწოდება მაღალი და არაფერი დაეუფლნენ ბურთს წითელ ფორმაში გამოწყობილი ფეხბურთელები, თუმცა იქ ვინაცალა მას არც არავინ. აი ასე მოიგერია ბურთი აუტზე ინტერის მცველმა. გრძელდება შეხვედრა აუტიდან აი ჩააწოდეს ბურთი დიღომის ფეხბურთელებმა. ჩაწოდება მეტოქის საჯარიმოში, თუმცა იქ დაცვაში კარგად გაისარჯა ინტერის ფეხბურთელი. მარჯვენა ფრთიდან აუტი გამოაწოდეს ბურთი. კარგი ზუსტი გადაცემა, თუმცა ვარდნიკს
ინტერის ფეხბურთელმა ბურთი გადააგდო აუცე კი ბატონო ლომიძე თემო მარჯვენა შემტევი კი ბატონო აი სწორედ რომ მან გადააგდო ბურთი აუცე გრძელდება შეხვედრა ნულები კიდევ ერთხელ აღსანიშნავია რომ ჩვენს ეკრანებზე დეტე ლაივი YouTube არხი რა თქმა უნდა დეტე ლაივისა ჩვენს ხედავთ ნულებს კი ბატონო აუტიდან ჩააწოდეს ბურთი ინტერის ფეხბურთელებმა იქ ვერ მიიღო მეორე ნომერმა ბურთი და შედეგად გაიკარგა ბურთი ხელაძე ანდრია გახდა ეს ფეხბურთელი კიდევ ერთხელ აუტი კი ბატონო და ამჯერად აი ხედავთ თქვენ რომ იღომის ფეხბურთელები ბურთთან ჩააწოდეს ბურთი აუტიდან კარგად მიიღო ახლა მისმა თანაგუნდელმა აი ბრძოლა ბურთისთვის წითლები არიან ბურთთან აი ხედავთ ზუსტად მოედნის ცენტრს კი ბატონო კარგი მოკლე გადაცემები ნახევარდაცვაში კარგია ინტერი და არც წითლებს ბურთი კონჩეტევა ნომერი 9 რა კარგი იყო ახაძე გიორგი გამოკვეთილი ფორვარდია ეს ცხრიანი კი ბატონო ისევ შეტევის მეორე ფაზა ახლა ხედავთ თქვენს ეკრანებზე ჯირფასო ალბატონებო და ბატონებო გრძელდება შეხვედრა წითლებია ბურთთან და რაღაც უნდა ბურთმა დატოვა მოედნის ერთი ფაზი აუტიდან შეაწყვია ინტერის ფეხბურთელები კი ბატონო აუტა სათარი მეცნიერი ლომიძე თემო ერთი შესაძანად აუტია ეძებს ახსენო დააწება ბურთის ბრძოლა იქ კარგად მიმდინარეობს და დაგარგეს იქნება ბურთი კონტრიერიში აი კარგი ცრომოძრაობა კარგი ფინდი კარგი მშვენიერი თუმცა მიუსრო თანაგუნდელმა შეიძლება ჩაწოდება და დაცვაში კარგია ამ ეპიზოდში იყონი უმალ დაკარგეთ ბურთი დარტყმა და მშვენიერი ყოჩა თუმცა და ეს დარტყმა მიზანს დარტყმა კარიდან იქნება ძირფასო მაყურებლებო დიახ ორი ნომერი ამდა შორი მანტილიდან ანდრია ხელაძე თუმცა მიგახსენეთ ბურთი აცდა ყველას დარტყმა კარიდან როგორც მოგახსენეთ კი ბატონო უბრეხელიძე ამირანი აი თუმცა იქ მისი თანაგუნდელი გაკარი რომ შეიტანოს ნახება მივიდეთ დიახ თანაგუნდელი და შეიტანა თამაში თუმცა იქ პირველ ბურთზე კარგია ინტერი აი თუმცა ნათი ნომერი ახლა ართიანი რა კარგად იბრძოდა იმ მონაკვეთში ფეიქრიშვილი ლუკა დიახ აი შეცვლაზე შესულია შევიდნენ შეცვლაზე შემადგენლობა კი ბატონო აი იქით მარცხენა ფრთაზე უტევენ ახლა ინტერის ფეხბურთელები და ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები კი ბატონო ბანძელაძე საბა მარჯვენა შემტევი აი ხედავთ თქვენს ეკრანებზე 50 ნომერი კი ბატონო ფეიქრიშვილი ლუკა ცენტრალური ნახევარმცველი ნომერი 10 შევიდა მოედანზე დიახ და დარტყმა კარიდან კი ბატონო წინ გადაცემა მოედნის ცენტრი გრძელდება ინტერის იერიში შუაში უტევენ ახლა აქეთ მარჯვენა ფრთაზე 50 ნომერი ბანძელაძე საბა მოკლე ზუსტი გადაცემა გათამაშეს კვადრატი აი წინვალეს მიიღო ახლა ყოჩა გრძელდება ინტერის შეტევა თუმცა არჩეს ახლა ბურთი იღომის ფეხბურთელებმა უმალ დაკარგეს წითლებმა ბურთი კარგი ფინტები კარგი ცრუ-მოძრაობები ახლა წინვალი ხო ფეიქრიშვილი ლუკა რა კარგი იყო ამ ეპიზოდში ყოჩა კარგ ტექნიკას ფლობს ეს ათიანი როგორც ჩანს მარცხენა ფლანგზე არიან შეტევაზე ახლა იღომის ფეხბურთელები თუმცა იქ აჯობეს ინტერის ფეხბურთელებმა ისინი ფლობენ 30 ნომერი კი ბატონო აი ალექსანდრე შხენტიც შევიდა მოედანზე ნახევარმცველი 30 ნომერი კი ბატონო აი კიდევ ერთხელ შეიცვალა შეიძლება ითქვას სულად ინტერის შემადგენლობა თქვენ იცით რომ გადარიცხი ისმენ ეს ფეხბურთელები და აი როგორც ხედავთ მოედანზე არიან გეტყვით რომ თითო ტაიმი 25 წუთს შეადგენს მეორე ტაიმის 30 და აი ჯამში რა თქმა უნდა 50 წუთიანია ეს შეხვედრა აუტიდან ბურთი ჩააწოდეს ინტერის ფეხბურთელებმა ყვითელ ფორმაში გამოწყობილურმა და აი დაკარგეს მათ ბურთი წითლები თუმცა იქ აწვება ახლა კარგად ახლო ჭიდროთ ეთამაშება 30 ნომერი
ალექსანდრე ჟღენტი ახლა მეტოქეს და შედეგად დაეუფნენ ბურთს. აი არიან ისინი. აი კარგი ფინტი, კარგი ტექნიკური მოძრაობით ახლა მოატყუა მეტოქე, რა კარგია 50 ნომერი ბანძელაძე საბა და როგორც ხედავთ მეტოქის საჯარიმოში მიდის. ძირითადად შეხვედრა სათამაშო უპირატესობას ფლობს რაღაც თქმა უნდა თბილისის ინტერი და აი ხედავთ თქვენს ეკრანებზე რომ აქტიურობს უფრო მეტად ინტერი. კარგი ცრუ მოძრაობა ახლა ნომერი 10 როგორც მოგახსენეთ ეს ბიჭი წინვალეა ხო ფეიქრიშვილი ლუკა კი ბატონო თუმცა დაიკარგა ბურთი მარჯვენა ფრთაზე შეტევაზე არიან იღომის ფეხბურთელები და იქ რა არაფერი ნეკარენ შიდა წყნარად ანდრიან ძინარაშვილი დაეუფლა ბურთს და ზუსტი გადაცემა ბანძელაძეზე კი ბატონო მოედნის ცენტრი ბურთთან უკვე წითელ ფორმაში გამოწყობილები თუმცა უმალ დაკარგეს მაგრამ არა აი ისევ წითლები ბურთთან იღომის ფეხბურთელები აი ხედავთ თქვენს ეკრანებზე ერთი კარგი ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა მეურვე ახლა იღომის ფეხბურთელებმა და რა ის რომ დაკარგეს ბურთი წითლებმა აი კარგი ბურთის ფლობა ახლა კარგი ტექნიკა და კარგი გადაცემა მოკლე გადაცემა ფინტები ახლა ერთი მეორე მარცხენა ფრთაზე რა კარგად ცდილობს ახლა 25 ნომერი ხო ბლიაძე დემეტრე და იღომმა გაუშვა ბურთი აუძე ყოჩა აი შეცვლებით რა კარგი ფეხბურთელები არიან შეცვლა აი ფლიანად შეიცვალა გირფასო ტეტელაევის მაყურებლებო იღომის შემადგენლობა მე გაგაცანით თამაშის სტარტზე მათი რაღაც თქმა უნდა შემადგენლობა როგორც ძირითადი ასევე სათაგარიგო ფეხბურთელები კი ბატონო აუტიდან ჩამოაწოდეთ ბურთი ინტერის ფეხბურთელებმა დაიწვია ახლა სენსორები კიდევ ერთხელ ბურთმა დატოვა მოედნის კარგები კიდევ ერთი აუდი კი ბატონო ჩამოაწოდეთ ბურთიდან და რა ისე ბურთმა დატოვა მოედნის პირიქით ხალხი ბურთს თამაში შეიტანენ იღომის ფეხბურთელები უგრეხელიძე ამირანი იქე გაუთამაშა თავისიან არა ეს ჩაჭრა რაღაც თქმა უნდა 50 ნომერი ბანძელაძე საბა მარჯვენა შემტევი ხო რა კარგი ბიჭუნა და ბურთმა დატოვა როგორც არის მოედნის კარგლები აუტი გამოაწოდეს აუტიდან წითლებმა იღომის ფეხბურთელებმა ბატონო ისევ აუტი ამჯერად ინტერი გამოაწოდეს ბურთი ინტერის ფეხბურთელებმა არ გაქცევს 30 ნომერი ალექსანდრე ჭრენტი და დიახ არა აუტი ანიშნებს საჯი აუტიდან ჩააწოდეს ბურთი იღომის ფეხბურთელებმა ისევ აუტი კი ბატონო ამჯერად ინტერი ჩააწყვით ჩემთან ახლოს აქვე ბურთს აუტიდან ჩაწოდება ჩამოაწოდა ბურთი ფეიქრიშვილმა კი ბატონო ისევ ინტერი აწვება ახლა რა თქმა უნდა აუტი მე-18 ნომერმა ჩამოაწოდა ბურთი აუტიდან სვანიძე ანდრია ცენტრალური ნახევარმცველი აი ეს ფეხბურთელით შეცვლაზე შევიდა მოედანზე როგორც მოგახსენეთ როგორც ერთი ისე მეორე გუნდში განხორციელდა არაერთი რა თქმა უნდა მედიხარი შეცვლა და გრძელდება ახლა ბურთთან არიან ინტერის ფეხბურთელები აი მოედნის ცენტრი კი ბატონო აქეთ გაშალეს კარგად შეტევა ინტერის ფეხბურთელებმა თუმცა მოედნის ცენტრი დაკარგეს მათ ბურთი კი ბატონო აი მოედნის ცენტრი ცენტრალისტი იქ მარჯვენა ფრთაზე გადაიტანეს ბურთი და იქ ვერ გაცდა 92 ნომერს მეიშვილი ჯეკო კი ბატონო ეს ფეხბურთელი შეცვლაზე შევიდა და ნახევარმცველია ეს ფეხბურთელი ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი აუტიდან შეიტანენ იღომის ფეხბურთელები შეიტანენ თავი თამაშობდა იღომის ფეხბურთელები თუმცა დაკარგეს მათ მოედნის ცენტრი ფეიქრიშვილი კი ბატონო უკან გადაცემა და ძირში გადაცემა აქეთ 50 ნომერმა მიიღო საბა ბანძელაძე აქვს მას სივრცე იახ ორი ფეხბურთელი ეთამაშება კარგი ცრუ მოძრაობები თუმცა დაკარგა ახლა ბანძელაძემ ბურთი და შედეგად უკვე წითლები არიან ბურთთან თუმცა უმალ დაკარგეს ახლა იღომის ფეხბურთელებმა ბურთი კი ბატონო გრძელდება შეხვედრა ბურთის ბრძოლა წითლები ბურთთან იახ აი მოაწვა ეს მეორე ბატონო თუმცა გადაცემა არაზუსტი გამოვიდა ისევ ინტერი იახ 25 ნომერი ბლიაძე ბატონო
კარგი ცრუ მოძრაობა ახლა, აი ხედავთ თქვენ ეკრანებზე, სამი ფეხბურთელი ერთბაშად ეთამაშებოდა ახლა. ინტერის ფეხბურთელი და აი უკვე მარჯვენა ფლანგზე შეტევაზე არიან ახლა დიღომის ფეხბურთელები. ჩაწოდება დაბალი მეტოქის აჯარიმოში და დაცვაში რა კაია ინტერი. კონჩეტევა მარცხენა ფრთაზე. სწრაფად ახლა მიიწევა ინტერის ფეხბურთელი წინ. აჩქარდა ახლა კარგად ის 25 ნომერი ბლიაძე დემეტრე და აუტიდან ჩააწოდეს ინტერის ფეხბურთელებმა. ჩაწოდება და მეკარე დაეუფლა წნარად ჩიდა ბურთს. ამირან უგრეხელიძე უგრეხელიძე ბატონო ისე დაათამაშეს ბურთი. დიღომის ფეხბურთელებმა და დატოვა ბურთთან გოლი. არა, არ ჩაითვალა 30 ნომერმა. შეაგდო ბურთი ალექსანდრე ჟღენტმა, თუმცა არ ჩათვალეს ეს გოლი. და აი შეხედავთ ახლა პიტერ დიღომი შეიტანა მან ბურთი თამაში. მაღალ პრესინგს ეთამაშება ახლა ინტერი. კი ბატონო 30 ნომერი რა კაია ალექსანდრე ჟღენტი. ბოლომდე იბრძოლა ახლა ინტერმა და შეინარჩუნა ბურთი. კი ბატონო, როგორც მოგახსენეთ, სათამაშო უპირატესობას ფლობს თბილისის ინტერი, თუმცა შეხვედრაში ანგარიში არ გახსნილა. კი ბატონო, ხედავთ თქვენ ახლა რა საკითხათო ეპიზოდი გახდა და გადარჩა ამ მომენტში ახლა დიღომი. კი ბატონო, დაეუფლა ბურთს. კიპერი დაეუფლა ბურთს და აი ხედავთ ახლა თქვენ ფლობს ბურთს დიღომი. დიახ. გრძელდება ინტერის შეტევა დაკარგეს დიღომის ფეხბურთელებმა ბურთი. 92 ნომერი. მეიშვილი ჯეკო. საინტერესო კარგი ფეხბურთელია ეს ფეხბურთელი. კი ბატონო, დაკარგეს ახლა ბურთი ინტერის ფეხბურთელებმა, თუმცა გრძელდება შეხვედრა და აი ბურთისთვის ბრძოლა მიდის იქით ფლანგზე. აი კარგად მოიგერია ბურთი ახლა ფეხით. დაცვა ახლა დიღომის და აწვება იქვე ინტერი და შედეგად დაეუფლნენ ბურთს. კი ბატონო, აი დაცვაში კარგად იდგას ახლა დიღომი ინტერ. გრძელდება, როგორც გითხარით, ძირითადად მატჩი მიმდინარეობს დიღომის ნახევარზე. კარგი ცრუ მოძრაობა, კარგი პასი, შეიძლება დარტყმა და არის. გაიცნა შეხვედრაში ანგარიში 50 ნომერი საბა ბანძელაძე მარჯვენა შემტევი. დიახ, სწორედ რომ ამ ფეხბურთელმა გახსნა შეხვედრაში ანგარიში 1-0 დაწინაურდა თბილისის ინტერი. ბურთ თამაში შეიტანეს დიღომის ფეხბურთელები მოედნის ცენტრიდან. კი ბატონო, დიახ, მე როგორც მოგახსენეთ, აი შეიტანეს ბურთი თამაში წითლებმა. მე როგორც მოგახსენეთ, უტევდა ინტერი და შედეგად გოლით გარდაუვალი გახდა და დაწინაურდნენ შეხვედრაში როგორც გითხარით 1-0. ბურთმა დატოვა მოედნის პირითი ხაზი. ბურთს შეხვედრაში შეიტანენ დიღომის ფეხბურთელები. აი კიპერს ხედავთ თქვენს ეკრანებზე ამირან უგრეხელიძე გაათამაშეს ბურთი დიღმელებმა. კი ბატონო, თუმცა დაკარგეს მათ ბურთი. აი ისევ წითლები ხედავთ თქვენს ეკრანებზე ძვირფასო ალბატონებო და ბატონებო მოედნის ცენტრი. კი ბატონო, ისევ ინტერი არ ჩერდება, რაღაც თქმა უნდა დარტყმა და აცდა ახლა მიზანს ეს დარტყმა და თუმცა ხდება რაღაც თქმა უნდა ინტერ. დარტყმა კარიდა. აი კიპერს ხედავთ თქვენს ეკრანებზე. ამირან უგრეხელიძე, მან შეიტანა სწორედ რომ ბურთი თამაში. ახლობ ჭიდროთ ეთამაშება მაღალ პრესინგს ახლა დარტყმა კარში და მოიგერია ბურთი ახლა მეკარემ კარგად. კი ბატონო, ისევ შეტევის მორიგი ხაზა და დასრულდა ძვირფასო მაყურებლებო თამაშის პირველი ტაიმი. შევისვენოთ ფეხბურთელებთან ერთად. შეგახსენებთ რომ ინტერი თბილისი, დიღომი თბილისი 1-0 თამაშს იგებს ინტერი. დროები. Ito.
მე-18 ნომრით ითამაშებს, აი თამაშობს უკვე ეს მეკარე და გუნდის კაპიტანია უკვე ეს გოლკიპერი. კი ბატონო, ძალიან კარგი კიპერი ყავს ორივე თბილისის ინტერს. გრძელდება შეხვედრა და ბურთისთვის ბრძოლა. შეიძლება იქ დარტყმა და არის მატჩის მეორე ტაიმის სტარტზევე სოლიდური გახადეს ახლა ინტერის ფეხბურთელებმა ანგარიში. კი ბატონო, აი როგორ აღნიშნეს ყოჩა ინტერის ფეხბურთელებმა გოლი. კი ბატონო, კარგი ბიჭუნები, მშვენიერი, წინვალი 22 ნომერი გატანილი გოლის ავტორი. კი ბატონო, მეპურიშვილი ერეკლე მარჯვენა შემტევი ბურთი თამაში შეიტანეს გიღომის ფეხბურთელებმა. რაღაც განსაკუთრებულად აღნიშნეს გატანილი გოლი თბილისის ინტერის ფეხბურთელებმა. გრძელდება ის საფლანგზე შეხვედრა წიფასო ალბატონებო და ბატონებო ეტელაევის მაყურებლებო. გრძელდება შეხვედრა მოედნის ცენტრი ისე ინტერი. კი ბატონო, კალანდაძე გიორგი წინ გადაგზავნა გოლკიპერმა ბურთი, როგორც ხედავთ ზუსტი გამოდგა ეს გადაცემა. კი ბატონო და აი გატანილი ნომერი 2, აი ხედავთ ჩვენ. რა თქმა უნდა 22 ნომერმა დაიწყო გოლი. მეორე ნომერი ამ ეპიზოდში ძალიან კარგი იყო. ლევან შავიშვილი რეფერი ამ შეხვედრის დარტყმა კარიდან. გიორგი კალანდაძე ინტერი არის დარაჯი თქვენს ეკრანებზე, თუმცა მე-6 ნომერმა შეიტანა თამაში თემო ლომიძე. მოედნის ცენტრი ზუსტად გატანილი გოლის ავტორი ეფექტურად წინვალე თამაშობდა ამ ეპიზოდში და აიძულეს ახლა მეტოქე გადაეგდო ბურთი აუძე და აი უტევდნენ კარგად ახლა მარცხენა ფლანგზე თბილისის ინტერის ფეხბურთელები და აი როგორც ვიხარით ბურთმა გადავა მოედნის გვერდითი ხაზი და აუტიდან შედეგად შეიტანენ ეს თამაში. თბილისის ინტერის ფეხბურთელები ნომერი 6 შეიტანს ეს თამაში, ლომიძე შეიტანა. კარგი, ზუსტი გადაცემა, კარგად მანევრირებს ახლა მე-9 ნომერი. კახაძე გიორგი, გამოკვეთილი ფორვარდი, ხო რა კარგი იყო იმ ეპიზოდში. აი მეკარემდე მივიდა ბურთი მოედნის ცენტრიდან, მეკარემ წინ გადაგზავნა ბურთი ბატონო გიორგი კალანდაძე. ია, ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. ბურთი აუძეა, ბატონო. ანგარიშს შეგახსენებ 2-0 ჩვენს ეკრანებზე ინტერი თბილისი, გიღომი თბილისი. შვიდად წყნარად დალაგებულად დააზრებულად თბილისის ინტერი ამას. თბილისის გიღომს ანგარიშია 2-0 შეტევაზე ახლა. იყვნენ ინტერის. აი ხედავთ ახლა შეტევაზე ინტერის ფეხბურთელები მარჯვენა ფლანგზე, თუმცა ბურთმა დატოვა იქ. მოედნის გვერდითი ხაზი გადაკვეთა ბურთმა და აუტიდან შეიტანენ ბურთს თამაში ინტერის ფეხბურთელები შეიტანენ. ხედავთ, კარგი ცრუ მოძრაობა ახლა იქვე 2 გააკვავა 2 მეურვე და კარგი ტექნიკას ფლობს ახლა ეს ფეხბურთელი მოედნის შუაშია უკვე ბურთი და აწვება იქა. რა თქმა უნდა ინტერი მაღალ პრესინგს ეთამაშება, ხო? ხედავთ ახლა ეს ეკრანებზე. არ ჩერდება როგორც ვითხარით ინტერი და კიდე დაგეშილი არიან ასე ვთქვათ გოლებზე დღეს ინტერის ფეხბურთელები, რაც ძალიან სასიამოვნოა და მე გულითადად მივესალმები. ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი, აუტიდან ბურთს შეიტანენ გიღომის ფეხბურთელები, შეიტანეს ბურთს თამაში. კარგად თამაშობენ ნახევარ დაცვაში ინტერის ფეხბურთელები თავით, კი ბატონო, თუმცა ციფრები არიან ბურთთან, როგორც ხედავთ. დიახ. კარგია ინტერი და დაეუფლნენ ბურთს. ზონები გადაუკეთეს, ასე ვთქვათ, ინტერის ფეხბურთელებმა ახლა მოედნის ცენტრი და ვერ ამოდიან თავიანთ საჯარიმოდან გიღომის ფეხბურთელები. აი მე-9 ნომერი ინტერის, რა კარგი იყო ამ ეპიზოდში. კახაძე, აქეთ გადმოვიტანეს ბურთი მარცხენა ფლანგზე, თუმცა ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. აუტიდან ბურთს შეიტანს ლომიძე თემო ინტერის ფეხბურთელები. მოძებნა თავისი პარტნიორი, ისე ლომიძე. კარგი, სრულ მოძრაობები. გადააბდო ახლა, აი ასე.
როგორც თქვენ ნახეთ თქვენს ეკრანებზე, იღომის ფეხბურთელი. აუტზე მოიშორა თუკი რა თქმა უნდა. აუტიდან ისე ლომიძე ჩააქცეს ბურთს. ეძებს თავისუფალ პარტნიორს მონახა, ბატონო, ნომერი 2-ის მისამართი ეცდებოდა გადაცემა, თუმცა ბურთმა დატოვა მოედნის პირიქი ხაზი. 4-2 მარცხენა ფრთიდან, ბატონო. აი თქვენ ხედავთ თქვენს ეკრანებზე. ბატონო, დაბალი ჩაწოდება და რა იქით რა? მოყვება რამე შედეგი? დარტყმა! და არის 22 ნომერი, დუბლის ავტორი, კი ბატონო, ერეკლე მებურიშვილი. შემტევი, აი კიდე აღნიშნავს, აი უყურეთ რა. რა კარგია, ხო, რა კარგი ბიჭუნაა ეს, ხო, რა კარგი ფეხბურთელები თამაშობენ ინტერის შემადგენლობაში. 3-0 ჯვირფასო ხალბატონებო და ბატონებო, კი ბატონო, ძალიან გამოირჩევა ეს ფეხბურთელი, რაღაცა იქ. ალღო აქვს როიტიან გოლების გატანის, რა თქმა უნდა, მეტოქის კარში, კი ბატონო და განსაკუთრებული გოლის აღნიშვნა აქვს ამ ფეხბურთელს და თქვენს ეკრანებზე ნახეთ ეს ეპიზოდი, კი ბატონო. 3-0 დიდი ანგარიშით შეიძლება ითქვას, რომ ანადგურებს ინტერი თავის მეტოქეს და ღირსეულად იგებს შეხვედრას. კი ბატონო. პაუზა შეხვედრაში. პაუზა, როგორც ხედავთ თქვენს ეკრანებზე. ლევან შავიშვილმა ისა ნიშანი და განახდა შეხვედრა საჯმარა. კი ბატონო, 3 ნომერი რა კაია ამ ეპიზოდში. ბალაბანოვი თომა ცენტრში კარგად არადგას ეს ძველი. ისევ მორიგი ფაზა ახლა ინტერის შესრულები, თუმცა აი კონჩეტევა მიიღეს ახლა პიქსელ ფორმაში გამოწყობილება. კარგი, 8 ნომერი. რა კარგი. ფინტებს ფლობს ეს ფეხბურთელი, ხო? თუმცა ისე მოიპოვეს ბურთი, დაეუფლნენ ბურთს ინტერის ფეხბურთელები. შეტევაზე არიან ახლა მოედნის ცენტრი. კი ბატონო, აი ისევ ინტერი რა თქმა უნდა, ინტერი. სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობს როგორც სათამაშო, ისე ანგარიში. იქით ზუსტი გადაცემა შეიძლება დარტყმა და მე-4 გოლს გადაურჩა ახლა დიღომი დარტყმა კარიდან. გულ თამაში შეიტანს, კი ბატონო. ამირან უგრეხელიძე, კიპერი. დიღომის, კი ბატონო. მე გითხარით, რომ თავიდანვე მოგებაზე დაგეშილი, ასე ვთქვათ, აი გამოვიდა თბილისის ინტერი და აი შედეგად თქვენ ხედავთ, რომ დიდი ანგარიში თამაშობს მეტოქეს. განახდა შეხედა წითლებში. წითელ ფორმაში გამოწყობილები იყვნენ ახლა. თუმცა ის დაცვაში რა კარგია. ინტერი ხუთი გაუწევს ინტერის ფეხბურთელები. აუტიდან ბურთს ჩააგდიან გამოაწოდოს ისე იღომის ფეხბურთელებმა. უთან პირველია ინტერი. ძველი და ბურთი გადააუწევს. მორიგი აუწევს. ბურთის ქრობა, თუმცა დაკარგეს მათ ბურთი. კი ბატონო. მორიგჯერ გადავიდა ბურთი აუწევს ამჯერად აი იღომის ბურთთან ისინი ჩააგდიან ბურთს აუწევს. ისია ჩეტევა იღომის შესრულებით. ბატონო, არის მოძრაობები, თუმცა ინტერის ფეხბურთელები დაეუფლნენ ბურთს და დაკარგეს ამ ეპიზოდში ბურთი მოედნის ცენტრი თქვენს ეკრანებზე. კარგი მოძრაობა მარცხენა ფლანგი ჩაერთო საქმეში, კარგად გასა ერთმეურვეს და რა კარგია მე-3 ნომერი, ხო? ბალაბანოვი თომა, ცენტრალური მცველი, წინვალე იყო ამ მომენტში, კი ბატონო და 4 მარცხენა ფრთიდან. ბურთს ჩააგდიან 4-დან იღომის ფეხბურთელები. კი ბატონო, წოდება მაღალი, გადაცია ბურთი დარტყმა და არის სიამცირეს ანგარიშის შეხვედრა. კი ბატონო. 3-1 მოედნის ცენტრიდან თამაშს განაახლებენ თბილისის ინტერის ფეხბურთელები. კი ბატონო, 3-1 დამაჯერებლად შეიძლება ითქვას ამაცხებს ინტერის თბილისი. იღომის თბილისი, კი ბატონო. ჯელდება შეხვედრა, ისევ წითლები. კი ბატონო, დაეუფლნენ ბურთს წითლები. მარცხენა ფლანგზე არიან ისინი შეტევაზე. კარგად გაშალეს ახლა
მოკლე გადაცემით აი ცდილობდნენ ახლა გააზრებულ შეტევას კი ბატონო არ იჩქარებენ რა თქმა უნდა ინტერის ფეხბურთელები კუთხური ნომერი 6 მიემართება წყნარად შვიდად ბურთისკენ გაისწორა ბურთი თემო ლომიძემ კი ბატონო მარცხენა ფრთიდან როგორც ვიქარი ძალიან კუთხურიდან კარგი გაწოდება მაღალი თუმცა დარტყმა კარიდან არაზუსტი გამოდგა ეს დარტყმა და ბურთს თამაში შეიტანს იღომის კისერი ამირან უგრეხელიძე კი ბატონო ორბურთიანი უპირატესობა გააჩნია თბილისის ინტერს 3-1 ჩვენს ეკრანებზე რა თქმა უნდა ეტე ლაივის პირდაპირ რეპორტაჟზე მარცხენა მაღალ კუთხეში კი ბატონო გრძელდება შეხედრა ინტერი მოედნის ცენტრში იქ კარგი ზუსტი გადაცემა ნებურიშვილზე და შეტევაში დაკარგეს ბურთი ახლა ინტერის ფეხბურთელები არაფერი წამოდგება გატანილი გოლის ავტორი დუბლის რა თქმა უნდა შემსრულებელი ასე ვთქვათ და აი აუტიდან ბურთი ჩამოაწოდეს იღომის ფეხბურთელებმა ბრძოლა ბურთისთვის თავი თამაშობს იღომის ფეხბურთელი კარგად თუმცა იქ უნისამართო გადაცემა და ნომერი 6 ლომიძე და დარჩა თამაში კი ბატონო შეტევაზე არიან იღომის ფეხბურთელები დაცვაში რა კარგია ბალაბანოვი იახ აი 22 ნომერი ნებურიშვილი მარცხენა თაზე მიიწეოდა წინ თუმცა გადაცემა არაზუსტი გამოდგა კი ბატონო კახაძეზე მოედნის ცენტრი არაფერი გრძელდება საჯმა ბრძანა არაფერი არ მომხდარა და შედეგად აი მიდის თამაში კი ბატონო მოედნის ცენტრი აი ზუსტად მოედნის ცენტრშია ბურთი იახ აი წითლები ბურთთან მეკარეს დაუგორეს ბურთი უგრეხელიძე წინ ძლიერად გადაჭამა ბურთი მეტროფის საჯარიმოს მისადგომებთან რა კარგი იყო ახლა დაცვაში თბილისის ინტერის ფეხბურთელი დაშავდა პირველ ბურთზე წინვალეთი თამაშა და ბურთი მოიშორა კი ბატონო მოედნის ფარგლებს გარეთ გავიდა ექეთი იახ აღმოუჩენენ დახმარებას არაფერი ისეთი განაგრძობ შეხვედრას კი ბატონო იახ უნდა ითქვას რომ დღეს მშვენიერი ამინდია თბილისში აი საღამოა და უნდა ითქვას რომ როიტიან საფეხბურთო ამინდია დღეს მარაკანაზე ძალიან კარგ წინვალე სტადიონზე კი ბატონო პაუზა შეხვედრაში პაუზა არცივა და ეს არის მთავარი ზამთარში მოგეხსენებათ რომ ჯერ კიდევ იანვარია კი ბატონო აუცილებლად ჩააცდიან იღომის ფეხბურთელები მატჩი დასასრულისკენ წავიდა ვიხასო ბატონები და ბატონებო იახ საჯმა გადაჭა ბურთს იღომის ფეხბურთელს კარგად გასაერთებია თუმცა ის მატჩი რა კარგია ხება ინტერი იახ უთხური მორიგი უთხური იღომის შესრულები მეათე ნომერი თამაშობდა იმ ეპიზოდში ძალიან კარგად კი ბატონო მეათე ნომერი ჰეიქრიშვილი კი ბატონო გრძელდება შეხვედრა მოედნის ცენტრის ზუსტად აი მოედნის ცენტრიდან ბურთი გადასცეს კიპერს უგრეხელიძემ წინ ძლიერად დაუშვა ბურთი და აგე ხედავთ რომ იმდენად ძლიერად რომ ბურთმა გადაკვეთა მოედნის პირიქით ხაზი და უკვე ინტერის კიპერს ხედავთ ჩვენს ეკრანებზე გიორგი კალანდაძე 91 თუმცა მისმა თანადამჯერმა შეიტანა ბურთი თამაში მე-18 ნომერი კი ბატონო გრძელდება შეხედა სვანიძე ანდრია გახდა ფეხბურთელის შეცვლაზე შესული ცენტრალური ნახევარმცველი ბურთმა დატოვა მოედნის პირიქით ხაზი არ იჩქარებს რა თქმა უნდა კალანდაძე ინდის კიპერი ინტერის გიორგი კი ბატონო თუმცა აი ისევ თანადამჯერმა შეიტანა ბურთი თამაში კი ბატონო სვანიძე ამჯერადაც კი ბატონო აი მოედნის ცენტრია ინტერი ბურთთან კონსეკრანტი არგი გადაცემა ნომერი 13 იგენაცვალე აკია ბიჭუნა სვანიძე ანდრია კი ბატონო გრძელდება შეხვედრა დაკარგეს ახლა წითლებმა ბურთიონჩეტევა იღომის შეცვლები თუმცა ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები ბურთ თამაში შეიტანენ ინტერის ფეხბურთელები ამას გააკეთებს გიორგი კალანდაძე
მესამე ნომერი შეიტანს ბურთს თამაში. ბატონო. ბალაბანოვი ხომა. დიახ, მესამე ნომერი. წინ ძლიერად გაუშვა ბურთი. მოედნის ცენტრი. კარგად მიიღო 30-ე ნომერმა ბურთი ალექსანდრე ჟღენტმა და ბურთი გადაიტანეს ინტერის ფეხბურთელებმა მარცხენა ფრთაზე, თუმცა ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები და 25-ე ნომერმა შეიტანა ბურთი თამაში დემეტრე ბლიაძე. კი ბატონო, ისევ ინტერი შეტევაში. მეტოქის ნახევარზე არიან ინტერის ფეხბურთელები, კარგად ამოიტანეს ახლა დიღომის ფეხბურთელებმა თავიანთ საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთი მოედნის ცენტრი, გადაკვეთეს მოედნის ცენტრი ახლა წითელ ფორმაში გამოწყობილებმა, თუმცა დაკარგეს მათ ბურთი კონჩეტევაზე არიან ახლა ინტერის ფეხბურთელები და ბურთმა დატოვა, აი გადაკვეთა მოედნის გვერდითი ხაზი აუტიდან ბურთი შეიტანა ინტერის ფეხბურთელები, შეიტანეს ბურთი აუტიდან. ისევ და ისევ ინტერი, თუმცა დაკარგეს ინტერის ფეხბურთელებმა ბურთი ბრძოლა იქ ბურთისთვის. კარგია ნახევარ-დაცვაში ახლა ინტერი, ერთი ცრუმოძრაობით, ერთი მეურვე ჩამოიცელა ახლა დიღომის ფეხბურთელმა, თუმცა დაკარგეს წითლებმა ბურთი. კონჩეტევა, მოკლე გადაცემები, თუმცა არა, იქ დიახ, ჩაუდგა კორპუსი ახლა იქ ინტერის ფეხბურთელს. დიახ. და ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები დიღომის ფეხბურთელმა. დიახ, აი შეცვლები დიღომის გუნდის შემადგენლობაში, დიახ. არაერთი შეცვლა ახორციელდა ჩვენს ეკრანებზე. კი ბატონო, როგორც გითხარით, მატჩი წავიდა და სასრულისკენ ანგარიშია 3-1 თბილისის ინტერი ამარცხებს შეცვლა. დიახ, ნომერი 6 შედის. ინტერის შემადგენლობაში ნომერი 6 ლომიძე, დიახ, ნომერი 8 აი ასევე მომიწევი არის მოედანზე როგორც ხედავთ ჩვენს ეკრანებზე და განახსნა შეხვედრა მარცხენა ფლანგზე ვერ მიუშვა ახლა 21 ნომერმა პლიაძე დემეტრემ და ბურთმა დატოვა მოედნის პირითი ხაზი. ბურთს თამაში დიღომის კიპერი ამირან უგრეხელიძე შეიტანა. თუმცა არა, იქ დაუტოვა სანაგუნდელს. დიახ. და შეიტანეს ბურთი თამაში წითლებმა, დაკარგეს მათი მოედნის ცენტრი. უმან გაექმნენ ბურთი დიღომის ფეხბურთელებმა, თუმცა იქ დაკარგეს დიღომის ფეხბურთელებმა ბურთი. იქით აი ხედავთ ახლა ჩვენ აწვება ინტერი კარგად ახლა ახლო პრესინგზე თამაშება, მჭიდროდ ხედავთ ხო თქვენს ეკრანებში, აი კარგი ინტერი ამ ეპიზოდში და დარტყმა კარიდან. კი ბატონო, ამირან უგრეხელიძე დიღომის კიპერი შეიტანს თამაში. არა, იქ ანაგუნდელს გაუხმობილდი. წინ ძლიერად გადაკარგა. დიღომის კიპერმა და პირველ ბურთზე რა კარგია 18 ნომერი ინტერის. კი ბატონო, სვანიძე ანდრია იყო შესანიშნავი ამ ეპიზოდში. აუტი. დიახ, აი მეიშვილი გახლავთ ბურთთან. კი ბატონო, 88 ნომრის მოთამაშე. ჩაწოდა ბურთი, მიიღო კარგად 25 ნომერმა, პლიაძემ გაუთამაშეს ერთმანეთს ბურთი და აი ბურთთან, აი ისევ ინტერი. მერვე ნომერი კარგი მოკლეს ბურთი გადაცემების ფილობენ. ხონს გასულაც ახლა კარგად მარცხენა ფლანგზე გადაიტანეს ბურთი ინტერის ფეხბურთელებმა და გადააგდეს ბურთი აუტზე წითელ ფორმაში გამოწყობილებმა. აუტიდან ბურთი ჩააწოდეს ინტერის ფეხბურთელებმა. გრძელდება მათი ბურთის ფლობა მოედნის ცენტრში. დიახ, აი ხედავთ თქვენს ეკრანებზე შეცვალეთ ფლანგი მიმართულება შეტევის ახლა მარჯვენა ფრთაზეა ბურთი შორი მანძილიდან დაახლოებით 35 მეტრიდან დარტყმა, თუმცა არაზუსტი დარტყმა გარიდა. დიახ, დიღომი შეიტანს ბურთს შეხვედრაში. კარგი შორი მანძილებით და რაღაც თქმა უნდა დაწმები. ძალიან კარგია რაღაც თქმა უნდა. გრძელდება შეხვედრა. დიახ. შეგახსენებთ ანგარი 3-1 თბილისის ინტერი ამარცხებს დიღომის თბილისს. კი ბატონო, ბურთმა დატოვა მოედნის გვერდით ხაზი. აუტიდან ბურთს ჩააგდიან ინტერის ფეხბურთელები. მეიშვილი ჩააგდეს აუტიდან ბურთს, ჩააწოდა. არ გავიდა ეს გადაცემა. არ გავიდა, აი როგორც ხედავთ, წითლები დაეუფნენ ბურთს და უმალ დაკარგეს დიღომის ფეხბურთელებმა ბურთი. აი მოედნის ცენტრი, ზუსტად მოედნის ცენტრი 18 ნომერი. სვანიძე. დიახ, გუგა გადაცემა. ბატონო, ახლა შესული. ლომიძე.
დიახ, აი ლომი, აი ზუსტად მან მიიღო ფეხი. მოედნის ცენტრი. აი, მიიღეს ფეხი ინტერის ფეხელებმა 10 ნომერი კარგად მოვიდა და ამებიც შეიკრიწული თუმცა დაკარგეთ ფეხებში გამოწყობილმა ფეხელებმა ფეხი. შეტევაზე იყვნენ ვიღობის ფეხელები, თუმცა უთმა დატოვა მოედნის ვერდი ხაზი, ვერ გაიმორჩილა ფეხი ასე ვთქვათ. ინტერის ფეხელებმა და აუცილებლად გადავიდა ფეხი. აი ხედავთ ახლა მორი იერისი არიან ინტერის ფეხელები, კარგი ზუსტი გადაცემა მარჯვენა ფლანგზე და კიდევ ერთხელ დატოვა ფეხმა მოედნის ფარგლები ისევ და ისევ კონკრეტულად აუტი რა თქმა უნდა. აუტიდან ჩააჭრეს ფეხი ინტერის ფეხელებმა. ავიანთ ნახევარზე არის ვიღობის ფეხელები, თავის საჯარიმო ხედავთ. კარგად იცავს ახლა. პრესინგი ინტერის გუნდი და აქეთ გადმოიტანეს ეს მარჯვენა ხაზზე ვიღობის ფეხელებმა. და რა არაფერი დატოვეს ფეხი თამაში ფეხელებმა და აი ინტერი საბოლოო ჯამში და დიახ მეიშულმა ფეხი გაუშვა აუტზე 92 ნომერი აუტი იბატონი არის ჩქარები რა თქმა უნდა ახლა თამაშს ბოლომდე მიიყვანენ გამარჯვებით წინ ნუ გაუსწრებ მოვლენებს რაღაც ტაქტიკა ისე მიდის ხო ისე ძელდება თამაში რომ რა თქმა უნდა ინტერი მიიყვანს ალბათ გამარჯვებამდე შეხედა ისევ ინტერი დარტყმა არა გადაცემა მარჯვენა ფრთაზე გადაიტანეს ბურთი ახლა მოედნის შუა და არაფერი გამოიტანეს ბურთი თავიანთ საჯარიმოდან ვიღობის ფეხელებმა და ისინი ფლობენ ბურთს იბატონი არ გამოიყენეს გადაცემა ზუსტი დასრებაზე დაასრო ინტერის მე-6 ნომერმა ყველა თემოლენიდან და აი მოედნის ცენტრია ბურთი ველდება შეხედა ნომერი 13 სვანიძე გახდა იმეთის შეხედა მერვე ნომერი ამჯერად ენუკიძე და ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები დარტყმა გარიდან იქნება ამირან ხელიძე დიღომის მეკარეს ხედავთ ჩვენს ეკრანებზე თუმცა როგორც არის თანაგუნდელი შეიტანს ბურთს შეხვედრაში შეიტანს თამაში მოედნის ცენტრი პირველ ფეხში კარგია ინტერი მორი შეტევაზე არიან ინტერის ფეხბურთელები ჩაწოდება მეტოქის საჯარიმოში შეიძლება დარტყმა და არა გადარჩა ამ ეპიზოდში დიღომი გრძელდება შეხვედრა და თვითონ დატოვა მოედნის ვერდითი ხაზი აუტიდან ბურთს ჩააცდიან აი ხედავთ ეკრანებზე დიღომის ფეხბურთელები თამაშია ფეხბურთი ბატონო წინ ასი შედეგად ისევ დიღომი ბურთთან აი მიუსრებს ბურთი ზეპხაზე დატოვა ბურთს თამაში ახლა დიღომის ფეხბურთელმა და იქ დაცვაში რა კარგია მე-6 ნომერი იქ ბატონო ეს ფეხბურთელი მომიძე თემება ბურთი გაუშვა აუტზე პირდაპირ რა თქმა უნდა აუტიდან ბურთს ჩააცდიან დიღომის ფეხბურთელები გამოიწოდებს ისევ დიღომი მორი შეყვანაზე ჩაწოდება მეტოქის საჯარიმოში ბურთისას დაცვაში დიახ ბოლო წუთი წავიდა ძირფასო ხალბატონებო და ბატონებო ინტერი შეტევა კარგი სრულ მოძრაობა ახლა თუმცა იქ მეტნი იყვნენ ახლა დიღომის ფეხბურთელები და 25 ნომერი ინტერის დაატოვებინეს ბურთი კი ბატონო ბოლო წუთი როგორც არის და დასრულდება დღევანდელი შეხვედრა ისევ ციკლები და დაცვაში არგია ინტერი გაუჩეს ბურთი აუჯე ინტერის ფეხბურთელებმა ბატონო სვანიძე ანდრიამ ბურთი გადაგზავნა აუჯე ისევ ინტერი მოედნის ცენტრი დიახ აწუხებს კარგად და დაეუფლა ბურთს ინტერის 30 ნომერი ალექსანდრე ჟღენტი დიახ მერვე ნომერი თქვენს ეკრანებზე ენუკიძე გიორგი 30 ისევ ნომერი აი სრულ მოძრაობები კარგი მოედნის შუა და დარტყმა კარში და არის დიახ 4-1 გატანელი გოლის ავტორი მე-18 ნომერი სვანიძე ანდრია ძალიან აქტიურობდა და აი შედეგით დადო ამ ფეხბურთელმა
დიდი ანგარიშით ამარცხებს მეტოქეს ინტერი და საჯმა მისცა ნიშანი და განახდა შეხვედრა. დიახ. სამბუთიანი უპირატესობით ამარცხებს ინტერი როგორც არის იყო. გელდება შეხვედრა, გელდება. დიახ, ინტერი შეგვიძლია. დიახ, თუმა დატოვა მეუღლის შეხვედრა. დიახ, დასრულდა. ევანჯელი მატჩი ინტერი თბილისი იყო თბილისი 4-1. ჩვენ დავასრულოთ